ყურექში ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. სამსართულიანი შენობა უკვე აღიჭრვა ახალი ტექნიკით. სარეაბილიტაციო კურსის გავლა ადგილზე მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ცენტრში უკვე დასაქმდა 30 ადამიანი. ახალი ცენტრის გახსნას ოზურგეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი და იაპონიის ელჩი საქართველოში მაისარაო კამოჰარა დაესწრნენ. ეს ცენტრი მზად არის მიიღოს და მოემსახუროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და დაეხმაროს მათ სოციალურ რეაბილიტაციაში. ფიქრობ, ეს არაჩვეულებრივი პროექტი არა მხოლოდ გურიის რეგიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. დღეს ჩვენთვის მართლაც ნანატრი დღე და ნანატრი ოცნება აგვისურვება. ჩვენ როგორც აღნიშნეთ, ჩვენ მოვხსოვ ქონდა მოძულებული კოტეჯი, არ ქონდა დასასვენებელი სახლი და ბატონი იაპონელების ხალხის დახმარებით მოგწა ესეთ საშუალება გავუკეთეთ ეს სანატორიუმი და ძალიან დიდი მადლობა იაპონელ ხალხს და მთელ საზოგადოებას. ქრონიკა 5 საათზე ამით დასრულებულია დღის მთავარი ამბები. უფრო სვლა დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მე კი ამით გემშვიდობებით.